ციტრუსით დატვირთული საბჭოთა მარკის ავტომანქანა წყობიდან გამოვიდა. მისი გადაადგილება მძღოლს ახლა სხვების დახმარებით უხდება. ციტრუსის მეპატრონეს უფრო დიდი სატრანსპორტო საშუალება რომ დაექირავებინა, ეს ხარჯებს გაუზრდიდა. გარდა ფასისა, ახლა მთავარი პრობლემა ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან რიგია. ერთადერთმა ქარხანამ დასავლეთ საქართველოში მანდარინის მიღება 2 დღით შეაჩერა. რიგში მდგომე ციტრუსებს და აჭარის მთავრობას შეფერხების 2 ვერსია აქვთ. რაღაცა გაბუჯდა და შეიტანე, შევიდნენ გასაკეთებლად, მატორი გაბუჯდა. ამევიდნენ, დააყენე, ხელმეორედ გაბუჯდა, ხელმეორედ კიდევ ბათუმში შეიტანე. 7-ში და 8-ში ისვენებდა ქარხანა, 8-ში პატარა პრობლემა შეექმნა, შესაბამისად რიგის პრობლემა ისევ დადგა, მაგრამ ხვალიდან უკვე რიგის საკითხის მოწესრიგდება, მიიღებს ქარხანა დაახლოებით 300 ტონამდე. გარდა რიგისა ფერმერებს კიდევ ერთი პრობლემა აწუხებთ. პირობის თანახმად ჩაბარებულ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში 20 თეთრი უნდა მიეღოთ. ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ის 8 თეთრი ჩაერეცხათ, რომელსაც აჭარის მთავრობა სუბსიდიის სახით აძლევს. საწარმო კი თავის პირობას 15 იანვრისთვის შეასრულებს. 8 თეთრი ევიღენეთ და დანარჩენი არ აგვიღიან. გამგეობამ დაგვირიცხა და ისე არ დარიცხულა ის 12 თეთრი.